საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდში იმყოფებოდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა შეხვედრა ენგურ ჰესის ხელმძღვანელობასთან გამართა, თუმცა ამ ფაქტს ცენტრალური ხელისუფლება ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავს. ქართული მხარის თანხმობის გარეშე კი მარიონეტული რეჟიმის ეგრეთ წოდებული მინისტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ შემოვიდოდა. რატომ არ ახმაურებს შეხვედრის დეტალებს ქართული ოცნება, რა საკითხები განიხილეს კრისტინა ოზგანმა და ენგურ ჰესის ხელმძღვანელობამ. ირაკლი ბახტაძე არკვევს ამ ფარული აუდიენციის დეტალებს და ახლა ის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. გისმენთ, ირაკლი. რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ენგურ ჰესის წარმომადგენლებმა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს მინისტრმა უпростоრედ ჯერჯერობით არის უცნობი, როგორც ჩანს ცენტრალური ხელისუფლება ამ შეხვედრის დეტალებს საგულდაგულოდ მალავს, თუმცა აფხაზურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 22 დეკემბერს, ანუ გუშინ ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრმა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრობლემოდ შეძლო გადმოსვლა და ის რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ზუგდიდში. რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა არის უცნობი, ჩვენ ბუნებრივია დაუკავშირდით ენგურ ჰესის ხელმძღვანელს, რომელიც მთავარი არხის კითხვებს თუ რაზე ქონდა მოლაპარაკებები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ეკონომიკის მინისტრთან, ის არ პასუხობს. თუმცა აქტიურად ვრცელდება აფხაზურ მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ეს მოლაპარაკებები. აფხაზურ მედიაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრსა და ენგურ ჰესის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ეხებოდა სწორედ ელექტროენერგიის მიწოდებას დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ უკვე წლებია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ვაწვით ელექტროენერგიას, იმაზე მეცაც კი რაც რეალურად სჭირდებათ მათ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული მთავრობის ხელმძღვანელებს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში აქვთ მაინერები და ისინი სარგებლობენ ამ ელექტროენერგიით და შესაძლოა ეს ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. რატომ მალავდა ცენტრალური ხელისუფლება ამ შეხვედრის დეტალებს არის ჯერჯერობით უცნობი, ბუნებრივია საინტერესოა რა სახის მოლაპარაკებებზეა საუბარი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ ქართული ოცნების ხელისუფლების ლიდერებს, რომ მათ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ამ დახურული შეხვედრის დეტალები, თუ რაზე შედგა მოლაპარაკებები ეგრეთ წოდებულ ეკონომიკის მინისტრსა და ენგურ ჰესის წარმომადგენლებს შორის. ბატონო, ეგრეთ წოდებული ბატონო ბატონო, უნდა გითხოთ დე-ფაქტო ამის გასაიდუმლოება ყოველდღე მიუღებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი კითხვები ჩდება, რატო არის ეს საიდუმლო? თუ ჩვენ ვეხმარებით ჩვენს, ესე ვთქვათ, თანამოქალაქეებს, მათ შორის იმ ქართველებს, ვინც ცხოვრობს და გვინდა, რომ ესე ვთქვათ, რაღაც უკეთესი პირობები